მხედველი ადამიანებისგან ხშირად ისმის კითხვა, რომ აი იქნებ რამე გამოიგონონ ტექნოლოგია, მოწყობილობა, ხელოვნური ინტელექტი, Google-ის სათვალე რამე ისეთი, რაც უსინათლოს აღწერს გარემოს ისე, რომ ხელჯოხი აღარ დაჭირდეს. ანუ პირველი ინსტინქტი ხო ის არის, რომ იქნება რამე ოპერაცია იყოს, რომ გამოგახედოს და ხედულობა თვალი აგეხილოს თუ რასაც ამბობენ და მეორე ინსტინქტი არის, იქნებ რამე გამოიგონონ, რომ ხელჯოხი აღარ დაგჭირდეს. ოღონდ ხელჯოხი არ გეჭიროს, ეს არის ხოლმე სენტიმენტი. მე ზოგადად ტექნიკის და ტექნოლოგიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ჩემს ზოგიერთ ვიდეოში გამიშუქებია კიდეც ესეთი მოწყობილობები, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა ავხსნათ ერთი რამ. ყველაზე სწრაფად ტვინამდე მიდის ინფორმაცია ნერვული დაბოლოებებით. ეს იქნება მხედველობის ნერვი, ტაქტილური ნერვი და ამ დროს ტვინი პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას, ისე რომ ადამიანი ამას არ უფიქრდება ცნობიერ დონეზე. მაგალითად, დაინახა თვალმა კიბე და ტვინმა უცებ მიიღო გადაწყვეტილება. იგივენაირი ეფექტი აქვს ხელჯოხს. ხელჯოხიც არის თვალი, ოღონდ ტაქტილური. ანუ ხელი ამოძრავებს ხელჯოხს, ხელჯოხმა დაადგინა, რომ არის მაგალითად ბორდიური და ტვინმა უცებ მიიღო გადაწყვეტილება, გადააბიჯებ, ან გაჩერდები, ან შემოვლი, რაღაცას იზამ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა მუდმივად უნდა აგვიღწეროს, რა ხდება ჩვენ გარშემო. ესე იგი, უნდა აღწეროს, რომ შენ წინ 10 სანტიმეტრის წინ არის ორმო, უნდა აღწეროს მისი სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, უნდა აღწეროს კენჭია, ქვარი, მანქანარი, რამდენად მარჯვივარი, ანუ რამდენი გრადუსით არის შენგან დაშორებული, რა სიმაღლის არის ბორდიური, ასხია თუ არა ორმოში წყალი, ან უბრალოდ გზაზე თუ ასხია წყალი, ან ტალახი, ან მტვერი, ან თუ არის მაგალითად წამოწოლილი ძაღლი. და ესე იმდენი რამე უნდა აღწეროს და ამ აღწერას იმდენი დრო მიაქვს, მერე ეს აღწერა ტვინმა უნდა მოისმინოს და გადაამუშავოს და ცნობიერად მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ზოგჯერ გვიწევს ორმოში ჩაბიჯება, იმიტომ რომ გვერდით უფრო ღრმა ორმოა, უფრო სახიფათოა და წარმოიდგინეთ, ან გამოდის, რომ უსინათლომ კი აღარ უნდა იაროს ამისთან ამოწყობილობით. უნდა გაჩერდეს შუა ქუჩაში და უსმინოს მარტო მას. ამოწყობილობის გარდა ის ვერ მოусმენს ვერც გარემოს, ვერც მანქანის მოძრაობას, ვერც ადამიანი ვინმე რო გამოელაპარაკება, იმიტომ რომ მისი ყურადღება მთლიანად თანთქმული იქნება ამ გარემოს აღწერების მოსმენით და იმის მცდელობით, თუ როგორ გადაადგას ნაბიჯი აი ამ აღწერების კვალობაზე, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მაინც ჩვენი მისაღებია. აი რაც შეიძლება ერთი იმპულსით, თქვათ ხელჯოხით, ან ხომ ხედველობით, აი ესე შევიგრძნოთ, იმას შეიძლება დაჭირდეს ერთგვერდიანი ტექსტი, რომ ის ბარიერი თუ გარემო აღიწეროს. ამიტომ სანამ, რა ვიცი, თუ პირდაპირ ამას გამოიგონებენ, რაც პირდაპირ ტვინში შეუშვებს ინფორმაციას ქვეცნობიერ დონეზე, მაშინ ალბათ შეიძლება ეგეთი მოწყობილობის გამოყენება და ახლა ხელჯოხი შეიძლება ამისთან რაღაცამ ჩაანაცვლოს, მაგრამ მანამდე უბრალოდ აუდიო აღწერა, რა თქმა უნდა, კარგია და ზოგ შემთხვევაში ძალიანაც სასარგებლო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაგალითად ხელჯოხი ვერ გეუბნება გვერდზე შენობას აბრაზე რა აწერია. ამისთან რაღაცისთვის აღმწერი საშუალებები იქნება ძალიან კარგი, თუმცა აი ფიზიკური ბარიერების გადასალახად ხელჯოხზე უკეთესი კიდევ კარგახანს არაფერი არ გამოჩნდება.